ვინც იძახის, რომ მიგრაციის პროცესი დროებით არის. ის ადამიანები რატო გველაპარაკებით საერთოდ თუ დროებით არის, რატო ნერვიულობთ? ჩვენი ინიციატივა ზუსტად მაგას ეხმიანება, რომ სამუდამოდ არ იყოს. და ის ადამიანები ჩვენ რა არგუმენტით გვიპირისპირდებით, კაცო, ჩვენ ინიციატივის საწინააღმდეგო რა გაქვთ? ბინადრობის უფლება, მოქალაქეობის აღების უფლება გამკაცრდეს. ეს არის ინიციატივა. თუ კი ვიღაცა საკითხს აყენებს ასე რომ ნუ გეშინიათ, ესენი არიან სტუდენტები და მერე ისევ მიდიან უკან აქ არჩებიან, ესე იგი ჩვენ ინიციატივაში ეგ კატეგორია პრობლემას ვერ უნახეთ. ნუღა ნერვიულობა. ხო, ანუ ჩვენს ინიციატივაში საკითხი მასე არ არის დაყენებული, რომ აქ სტუდენტები არიან თუ ისინი არიან, აქ დროებით ჩავ. ჩვენს ინიციატივაში ზუსტად მაგაზეა, რომ უვიზო მიმოსვლა უნდა გაჩერდეს. ვინც საკითხს აყენებს ისე რომ ვიღაცა სტუდენტი თუ სტუდენტური ვიზა გინდა, აიღებს სტუდენტურ ვიზას. ქვეყანას თუ ჭირდება. მაგრამ უვიზო მიმოსვლა რო არის დაწესებული მთელ რიგ ქვეყნებთან, გაჭირვებულ ქვეყნებთან, იმისთვის რომ იაფი მუშახელი ჩამოვიდეს აქ და აქ ჩვეულებრივად იმუშაოს და მთელი რიგი კანონმდებლობაა შემუშავებული, რომ იმათ ჩამოსახლება გაუადვილდეთ, მაგას ეხმაურება ჩვენი ინიციატივა.